გვერდი 46. პირველი ამოცანა. რა მიმართულება ექნება წერტილოვან დადებით მოღწე მოქმედ ძალას, თუ მას მოათავსებთ ველის A წერტილში, 59 სურათი. ნუ ესეთი სურათი არის, რომ ესე იგი ესე ძალწირები ხატია. ძალწირებს ისრები აქვს მიმართული და A წერტილში. ნუ ახლა A წერტილში მოდებულ ძალას ექნება მიმართულება მხების გასწვრივ, რომელსაც გავავლებთ A წერტილში და აი ძალწირის მიმართულებით იქნება, ესე იგი, რატო? იმიტომ რომ დადებით მოღწე მოქმედი ძალის მიმართულება იხატება ძალწირებზე. მეორე ამოცანა. რა მიმართულება ექნება წერტილოვან უარყოფით მოღწე მოქმედ ძალას, თუ მას მოათავსებთ ელექტრული ველის B წერტილში. ნუ B წერტილი აგერ არის, ნუ იგივე სურათი არის, ესე იგი აქ. B წერტილში თუ მოათავსებთ, ესე იგი უარყოფით მოღწეს, ესე იგი ძალის მიმართულება იქნება, ნუ ახლა აქ მხები უნდა გავეულოთ, მაგრამ ახლა ჩემ სურათზე დაემთხვა, ესე იგი ძალწირის მიმართულებას, ესე იგი და ძალწირის საპირისპიროდ ექნება ძალას მიმართულება, ესე იგი ეს უარყოფით მოღწე, ესეთი მიმართულება ექნება დადებით მოღწე. მესამე ამოცანა. მე 60 სურათის მიხედვით, რომელ წერტილში ელექტრული ველის დაძაბულობის მოდული ყველაზე მეტი. ნუ აქ ესეთი სურათი არის, ესე იგი. ეთქვა ჩავთვალოთ ესე და ნუ ესე. მოდის, ესე იგი. აი აქ ყველაზე მეტი სიმკვრივე აქვს ძალწირებს, ესე იგი, C წერტილთან. ნუ B-ზე უფრო ნაკლები აქვს და ნუ A-ს მახლობლად კიდევ უფრო ნაკლები. ესე იგი, აქ იშლება ძალწირები, ამიტომ აქ ნაკლებია დაძაბულობა, აქ მეტია, ყველაზე მეტი არის C წერტილში. ესე იგი, E-C მეტია E-B-ზე, ეს მეტია E-A-ზე. მეოთხე ამოცანა. რომელ სურათზე გამოსახული ერთგვაროვანი ელექტრული ველი? 61 სურათი არის, ესე იგი. ეხლა, ნუ ერთგვაროვან ელექტრულ ველში ძალწირები ერთმანეთის პარალელური უნდა იყოს. ესე იგი, ეგ არის, ესე იგი, B სურათი. მეხუთე ამოცანა. შესაძლებელია თუ არა წერტილოვანმა მუხტმა შექმნას ერთგვაროვანი ელექტრული ველი. ნუ არ შეიძლება, იმიტომ რომ ერთგვაროვანი არის ის ველი, რომლის დაძაბულობა ყველა წერტილში ერთნაირი არის და თუ გვაქვს წერტილოვანი მუხტი, მასთან ახლოს დაძაბულობა მეტი არის, იმიტომ რომ ფორმულა დაძაბულობების არის K შეფარდებული R კვადრატზე და R რაც უფრო პატარაა, დაძაბულობა მით უფრო მეტი არის. ამიტომ სხვადასხვა მანძილზე დაძაბულობა სხვადასხვა იქნება, ამიტომ ერთგვაროვანი ველი ვერ შეიქმნება. ხო, ახლა მეექვსე ამოცანა. E დაძაბულობის ერთგვაროვან ელექტრულ ველში მოძრაობს Q მუხტის მქონე ნაწილაკი, რომლის მასაა M. განსაზღვრეთ ნაწილაკის მოძრაობის აჩქარების მოდული ნაწილაკზე მოქმედი სიმძიმის ძალა უგულებელყავითო. ესე იგი, თუ დაძაბულობა E არის და გვაქვს წერტილოვანი მუხტი Q, მაშინ ამ მუხტზე იმოქმედებს ძალა F, რომელიც არის QS ტოლი. ნიუტონის მეორე კანონის თანახმად F უდრის M-ს, ამიტომ QE უდრის M-ს და აქედან აჩქარება იქნება QE შეფარდებული M-ზე. აი ესეთი აჩქარებით იმოძრავებს სხეული. მეშვიდე ამოცანა. E დაძაბულობის ერთგვაროვან ელექტრულ ველში მოძრაობას იწყებს Q მუხტის მქონე ნაწილაკი, რომლის მასაა M. განსაზღვრეთ ნაწილაკის სიჩქარის მოდული მოძრაობის დაწყებიდან T დროში. ნუ ანალოგიური ამოცანა არის, ესე იგი, ელექტრულ ველში მოქმედი ძალა იქნება QE. ნიუტონის მეორე კანონის თანახმად QE უდრის M-ს. აქედან აჩქარება იქნება QE შეფარდებული M-ზე. და გვეკითხებიან, რა სიჩქარეს შეიძენსო სხეულიო T დროის შემდეგო.
V იქნება V0 პლუს AT, რადგან იწყებს მოძრაობა საწყის სიჩქარე არ ექნება, ამიტომ V იქნება AT სტოლი. მერვე ამოცანა. ჰორიზონტალურად მიმართულ ერთგვაროვან ელექტრულ ველში ერთნაირი სიჩქარით შეიჭრა პლუს Q და მინუს Q მუხტის მქონე ორი ნაწილაკი. სურათი 62. რომელი მათგანის სიჩქარის მოდული დაიწყებს ზრდას ველში შეჭრისას და რომელი მათგანისას შემცირებას. თქვათ, ველი ესეთნაირად არის მიმართული. თქვათ, ერთი მუხტი შეიჭრა V1 სიჩქარით, მეორე V2 სიჩქარით და ერთი დადებითი არის, თქვათ, ეს მუხტი დადებითი არის, ეს მუხტი უარყოფითი არის. ეხლა ეს რადგან დადებითი მუხტი არის, მასზე მოქმედი ძალა ძალწილის მიმართულებით იქნება. ეს კი ძალა იქნება მიმართული სიჩქარის პარალელურად. ესე იგი, F პარალელური არის V1-ის და ამიტომ აჩქარებას ექნება V1-ის მიმართულება. ამიტომ აქ სიჩქარე გაიზრდება. მეორე შემთხვევაში, ესე იგი, თქვათ, აქ უარყოფითი მუხტი როცა შევიდა V2 სიჩქარით, ძალას ექნება სიჩქარის საწინააღმდეგო მიმართულება. ამიტომ A არის V2-ის საწინააღმდეგო. მოძრაობა იქნება შენელებული. ამიტომ ესე იგი, ამის სიჩქარე შემცირებას დაიწყებს. მეცხრე ამოცანა. ვერტიკალურად ზევით მიმართული 5000 ნიუტონი გაყოფილი კულონზე დაძაბულობის ერთგვაროვან ელექტრულ ველში ვარდება -20 მიკროკულონი მუხტისა და 10 გრამი მასის მქონე წვიმის წვეთი. წვეთზე მოქმედ არქიმედის ძალას გაითვალისწინებთ და იპოვეთ მისი ვარდნის აჩქარება. ეხლა ვერტიკალურად ზევით არის მიმართული ველი. ძალწირები ესე არის მიმართული. ეს არის წვიმის წვეთი, რომელიც უარყოფითადაა დამოხტული. დავხატავთ ეხლა ამაზე რა ძალები მოქმედებენ. მოქმედებს mg ძალა ქვევით და ასევე ელექტრული ძალა F ელექტრული ქვევით. ამიტომ ნიუტონის მეორე კანონის თანახმად გვექნება mg plus F უდრის m-ას. ასე რომ აჩქარება იქნება mg plus F შეფარდებული m-თან და m-ის მნიშვნელობა უნდა შევიტანოთ mg plus q გამრავლებული e-ზე, შეფარდებული m-ზე. ეხლა აი ამ ფორმულებს როცა ვწერ, ესე იგი ყველგან გაითვალისწინეთ, რომ მუხტის ნიშანს ამ ფორმულაში ნუღარ შეიტანთ, იმიტომ რომ ის გათვალისწინებული მაქვს მე უკვე მუხტის ნიშანი. მეათე ამოცანა. ძაბზე დაკიდებული 50 მიკროკულონი მუხტისა და 20 გრამი მასის მქონე მცირე ზომის ბურთულა შეიტანეს ჰორიზონტალურად მიმართულ 4000 ნიუტონი გაყოფილი კულონზე დაძაბულობის ერთგვაროვან ელექტრულ ველში. ბურთულაზე მოქმედ არქიმედის ძალას გაითვალისწინებთ და იპოვეთ კუთხეო. დავხატოთ ესე იგი ეს ძაბზე დაკიდებული, თქვათ, ეს საკიდი არის, ეს რაღაცა ბურთულა არის. ველი არის, თქვათ, ესე მიმართული ჰორიზონტალურად ერთგვაროვანი ველი არის. ხო, ეხლა აქ მუხტი, იგულისხმებთ, თქვათ, ჩავთვალოთ, რომ დადებითი არის. დადებითი მუხტზე მოქმედებს ძალა მიმართული ძალწირების გასწვრივ, ესე გადაიხრება და ეს რაღაცა მდგომარეობაში გაჩერდება. დავხატოთ რა ძალები მოქმედებენ ამ ბურთულაზე. იმოქმედებს mg ძალა, იმოქმედებს ელექტრული ძალა და მოქმედებს დაჭიმულობის ძალა. ეს კუთხე ავნიშნოთ ალფათი. და ამ მდგომარეობაში არის გაჩერებული, ესე იგი, ეს ბურთულა. ჩავწეროთ ესე იგი ნიუტონის წონასწორობის პირობა. F ელექტრულ ძალას plus mg ძალა
პლუს t დაჭიმულობის ძალა უდრის 0-ს. ხო, ჩვენ კუთხე უნდა დავადგინოთ, ხო, ესე იგი, ამისათვის მოვიქცეთ ესეთნაირად, დავაგეგმილოთ ეს y ღერძზე და დავაგეგმილოთ x ღერძზე, ეს ვექტორული ტოლობა. ჯერ x-ზე დავაგეგმილოთ. გვექნება f-ს minus m minus t, ბოდიში, აი ეს იქნება რა, ესე იგი, აი კუთხე ეგ არის. minus t sinus alpha უდრის 0-ს. ეს დაჭიმულობის ძალა არის t, აგერ არის, ესე იგი, ეგ. მისი x-ბგენელი, აი ეს იქნება, რომელიც არის მოპირდაპირე კათეტი აი ამ მართკუთხა სამკუთხედში. ხო, ესე იგი, აქედან დავწეროთ, რომ t sinus alpha უდრის f-ს. ეხლა y ღერძზე დავაგეგმილოთ t cosinus alpha minus mg უდრის 0-ს. ანუ t cosinus alpha უდრის mg-ს. მოდით ზევით მივაწეროთ წინა განტოლება t sinus alpha უდრის f-ს და გავყოთ ერთმანეთზე. t-ები გაიკვეცება და ტანგენს alpha უდრის f-ი შეფარდებული mg-ზე. მეორე სხული f-ი არის qe ტოლი, qe mg-ზე. ასე რომ ტანგენს alpha არის qe შეფარდებული mg-ზე და alpha არის არქტანგენს აი ამ გამოსახულების qe გაყოფილი mg-ზე. გვერდი 51. პირველი, განსაზღვრეთ 18 ნანოკულონი მუხტისა და 10 სანტიმეტრი რადიუსის მქონე თანაბრად დამუხტული სფეროს ელექტრული ველის დაძაბულობის მოდული მისი ცენტრიდან 30 სანტიმეტრზე. მოცემულია, რომ Q არის 18 ნანოკულონი, ეს არის 18 10-9 ხარისხად კულონი, რადიუსი სფეროსი, R0-ით აღვნიშნოთ, არის 10 სანტიმეტრი და დაძაბულობა უნდა ვიპოვოთ მანძილზე R არის ესე იგი 30 სანტიმეტრი. ელექტრული ველის დაძაბულობა რისი ტოლია. ახლა თუ გვაქვს ჩვენ სფერო, ესე იგი, რომლის მუხტი არის Q, ესე იგი, ცენტრიდან, აი, ესე იგი, ცენტრიდან რაღაცა R მანძილზე დაძაბულობა, იგივე ფორმულით მოიცემა, თითქოს ეს ყოფილიყო წერტილოვანი მუხტი და ველი ყოფილიყო, ესე იგი, და მუხტი ყოფილიყო ცენტრში თავმოყრილი. ესე იგი, დაძაბულობის ფორმულა ამ შემთხვევაში იქნება KQ შეფარდებული R კვადრატზე. ეხლა სფეროს რადიუსი არაფერში არ დაგჭირდება, იმიტომ რომ ეს მანძილი ცენტრიდან არის მოცემული, ეს 30 სანტიმეტრი. ხო, მეორე ამოცანა. 20 სანტიმეტრი რადიუსის მქონე თანაბრად დამუხტული სფეროს ელექტრული ველის დაძაბულობის მოდული სფეროს ზედაპირზე 630 ნანოკულონი არის. განსაზღვრეთ სფეროს მუხტის მოდული. მოცემულია რადიუსი სფეროსი არის 20 სანტიმეტრი, ზედაპირზე დაძაბულობა არის 630 ნიუტონი გაყოფილი კულონზე და უნდა განსაზღვროთ სფეროს მუხტი. Q არის კითხვის ნიშანი. ფორმულა გვექნება ეგეთი ისევ. KQ შეფარდებული R კვადრატზე. აქედან Q იქნება E გამრავლებული R კვადრატზე შეფარდებული K-ზე. აი აქედან დავთვლით მუხტს, სფეროს მუხტს. მესამე ამოცანა. განსაზღვრეთ 27 ნანოკულონი მუხტისა და 15 სანტიმეტრი რადიუსის მქონე თანაბრად დამუხტული სფეროს ელექტრული ველის დაძაბულობის მოდული მისი ცენტრიდან 5 სანტიმეტრ მანძილზე. ესე იგი, ეგ იყო ხო მესამე ამოცანა.
მუხტი არის ესე იგი 27 ნანო კულონი, რადიუსი სფეროსი არის 15 სანტიმეტრი და გვეკითხებიან მისი ცენტრიდან R1 არის 5 სანტიმეტრ მანძილზე ელექტრული ველის დაძაბულობას. აი ესეთი შეკითხვა გვაქვს აქ. რადგან R1 ნაკლებია R-ზე, ეს ნიშნავს, რომ ეს წერტილი, სადაც დაძაბულობას გვთხოვენ, არის სფეროს შიგნით, ხოლო ერთგვაროვან როვნად დამუხტული სფეროს შიგნით ველი დაძაბულობა უდრის 0-ს, ამიტომ აქ ველი არ გვექნება. მეოთხე ამოცანა. 40 სანტიმეტრი რადიუსის მქონე თანაბრად დამუხტული სფეროს ელექტრული ველის დაძაბულობის მოდული სფეროს ზედაპირზე 1530 ნიუტონი კულონზეა. განსაზღვრეთ ელექტრული ველის დაძაბულობის მოდული მისი ზედაპირიდან 80 სანტიმეტრზე. ხო, ეხლა ჩავწეროთ, რომ რადიუსი სფეროსი R0 დავნიშნოთ არის 40 სანტიმეტრი. სფეროს ზედაპირზე დაძაბულობა E0 არის 1530 ნიუტონი გაყოფილი კულონზე და გვეკითხებიან დაძაბულობას წერტილში, რომელიც ცენტრიდან 80 სანტიმეტრზე არის. ესე იგი E პირველს გვეკითხებიან. მოდი ჯერ დავწეროთ სფეროს ზედაპირზე დაძაბულობის ფორმულა. E0 არის K Q შეფარდებული R0 კვადრატზე. აქედან Q არის E0 გამრავლებული R0 კვადრატზე შეფარდებული K-ზე. ახლა ესეთი ქონია სფეროს, ესეთი ყოფილა სფეროს მუხტი. ახლა 80 სანტიმეტრ მანძილზე, ეს უკვე R1 არის მანძილი, ხო? დაძაბულობის ფორმულა იქნება KQ შეფარდებული R1-ის კვადრატზე. ხო, ახლა Q რო შევიტანოთ, გვექნება K E0 R0 კვადრატი R1-ის კვადრატი K-ზე. K-ები გაიკვეცება და გვექნება E0 R0 კვადრატი შეფარდებული R1-ის კვადრატზე. ესეთი იქნება დაძაბულობა აი ამ R1 მანძილზე. E0 R0 კვადრატი R1-ის კვადრატზე. მეხუთე ამოცანა. 20 სანტიმეტრ კვადრატი ფართობის გამტარ ფირფიტაზე -12 მიკროკულონი მუხტი თანაბრადაა განაწილებული. განსაზღვრეთ მუხტის ზედაპირული სიმკვრივე. მოცემულია ფართობი არის, ესე იგი 20 სანტიმეტრ კვადრატი, მუხტი Q არის -12 მიკროკულონი, ანუ -12 10-6 ხარისხად კულონი და გვეკითხებიან ზედაპირულ სიმკვრივეს, სიგმათი აღინიშნება. სიგმა ეს არის Q შეფარდებული S-ზე. ახლა ეს 20 სანტიმეტრ კვადრატი უნდა გადავიყვანოთ მეტრ კვადრატებში 20-ჯერ 10-4 მეტრ კვადრატი. ეს დავწეროთ, ესე იგი იქნება მინუსი დავუწეროთ თუ გინდათ, ესე იგი -12 10-6 კულონი შეფარდებული 20 10-4 მეტრ კვადრატზე. ესე იგი ეს არის 20 აქა, ხო? 10-4 10-6 გაიკვეცება, ეს არის -2 -12 გაყოფილი 20-ზე 10-2, ეს იგივე არა დავწერო -12 გაყოფილი 2-ზე და აქ 10-3-ზე. ასე რომ მექნება -6 კულონი შეფარდებული მეტრ კვადრატზე. ამ 6 10-3-ზე. მოდით ესე. -6 10-3 კულონი შეფარდებული მეტრ კვადრატზე. მეექვსე ამოცანა.
15 სანტიმეტრის სიგრძისა და 8 სანტიმეტრის სიგანის მართკუთხედის ფორმის გამტარ ფირფიტაზე მუხტი თანაბრადაა განაწილებული. განსაზღვრეთ ფირფიტის მუხტი თუ მისი ზედაპირული სიმკვრივე 0,25 კულონი მეტ-კვადრატია. ეს იგი L უდრის 15 სანტიმეტრს, D უდრის 8 სანტიმეტრს, 15 სანტიმეტრი, ეს იგი 0,15 მეტრია, 0,08 მეტრი არის. ხო, და სიგმა არისო 0,25 კულონი შეფარდებული მეტრ კვადრატზე. უნდა ვიპოვოთ რისი ტოლი არის მოხდიო. სიგმა არის Q შეფარდებული S-ზე, S არის L გამრავლებული D-ზე, ეს იგი სიგმა ყოფილა Q შეფარდებული L D-ზე და აქედან Q არის ესე იგი სიგმა გამრავლებული L-ზე და გამრავლებული D-ზე. აი აქედან ვიპოვით მუხტს. მეშვიდე ამოცანა. განსაზღვრეთ თანაბრად დამუხტული უსასრულო სიბრტყის მიერ შექმნილი ელექტრული ველის დაძაბულობის მოდული, თუ მასზე მუხტის ზედაპირული სიმკვრივე 1,77 მოკლედ სიმკვრივე არის მოცემული 1,77 10-6 ხარისხად კულონი მეტრ კვადრატზე. და გვეკითხებიან რისი ტოლი არისო დაძაბულობა ეს უსასრულო დამუხტული ისე გვქვია ზედაპირი. ჩვენ ვიცით რომ უსასრულო დამუხტული ერთი ზედაპირის მიერ შექმნილი ელექტრული ველის დაძაბულობა მოიცემა ფორმულით სიგმა შეფარდებული 2-ჯერ ეფსილონ 0-ზე. მე შეგახსენებთ რა არის ეფსილონ 0. აი კულონის კანონში რო გვაქვს K, აი თქვათ ესე რო წერთ ხოლმე F არის K Q1 Q2-ზე R კვადრატი. ეს K არის 9/10 მეცხრე ხარისხად ნიუტონ მეტ კვადრატი შეფარდებული კულონ კვადრატზე. ხშირ შემთხვევაში, უფრო მოსახერხებელი არის ხოლმე რომ ეს K გამოსახოთ შემდეგნაირად 1 შეფარდებული 4π ეფსილონ 0-ით. ასე რომ ეს ეფსილონ 0 არის 1 შეფარდებული 4π K-ზე. აი აქედან შეგიძლიათ ეს რიცხვი გამოთვალოთ. და მერე შეიტანოთ ესე იგი აი ამ ფორმულაში. მერვე ამოცანა. რამდენჯერ შეიცვლება თანაბრად დამუხტული ფირფიტის მიერ შექმნილი ელექტრული ველის დაძაბულობის მოდული ფირფიტის ზედაპირთან თუ მას მუხტს 3-ჯერ გავსდით, ხოლო ფართობს 2-ჯერ შევამცირებთ. ხო, ესე იგი, ახლა ელექტრული ველის დაძაბულობა მოიცემა ფორმულით სიგმა 2-ჯერ ეფსილონ 0. ახლა ჩვენ გვითხრეს რომ ესე იგი Q პირველი არის 3-ჯერ Q0. ხოლო S პირველი არის S0-ის ნახევარი. იმიტომ რომ ჩვენ ფართობი 2-ჯერ შევამცირეთ, მუხტი 3-ჯერ გავზარდეთ. ახლა ეს თუ საწყისი დაძაბულობა იყო, ახალი დაძაბულობა იქნება სიგმა 1 2-ჯერ ეფსილონ 0-ზე. ახლა სიგმა 1 ეს არის Q1 შეფარდებული S1-ზე, ხო? გავყოთ ესე იგი ეს E პირველი S0 შევაფარდოთ, გვექნება სიგმა 1 სიგმაზე. ახლა სიგმა 1 არის Q1 S1-ზე, სიგმა იყო Q0 S0-ზე. ამიტომ გვექნება Q პირველი S0 Q0 S1-ზე. Q1 არის 3-ჯერ Q0 S0, S1 აქ იქნება Q0 S0-ის ნახევარი. Q0 S0 გაიკვეცება და გამოგვივა 6-ჯერ გაიზრდება. ეს იგი E პირველი იქნება 6-ჯერ E0-ის ტოლი. მეცხრე ამოცანა. რისი ტოლია ელექტრული ველის დაძაბულობის მოდული S ფართობისა და ერთნაირი Q მუხტით ხდის მქონე ორ ბრტყელ პარალელურ თანაბრად დამუხტულ
ფირფიტებს შორის. ფირფიტების გარეთ მათ ზედაპირთან ახლოს მიიჩნიეთ, რომ ფირფიტებს შორის მანძილი ბევრად ნაკლებია მათ ზომებთან შედარებით. მოკლედ რაზე ალაპარაკი? აი ორი ფირფიტა გვაქვს. ესე იგი, ეგენი აი მაგალითად ვთქვათ, ეს დადებითად იყოს დამუხტული. ამის მიერ შექმნილი ველი აქეთაა მიმართული. ამისი ესეც დადებითაა დამუხტული. ამისიც აქეთ იქნება მიმართული. ამიტომ ესე იგი ფირფიტებს გარეთ ეს ველები ერთმანეთს გააძლიერებს. რაც შეეხება ფირფიტებს შიგნით, მაშინ ეს თქვა აი ამის მიერ შექმნილი დაძაბულობა ესე არის, მეორე დადებითი ფირფიტისა ესე არის. აქ ერთმანეთს გააბათილებენ, რადგან ესე იგი დაძაბულობები ერთნაირი არის, რადგან სიგმა ერთნაირი არის, შეგვიძლია დავწეროთ, რომ გარეთ გვექნება სიგმა შეფარდებული 2 ეფსილონ 0-ზე გამრავლებული 2-ზე, ანუ ექნება სიგმა შეფარდებული ეფსილონ 0-ზე, ხოლო შიგნით იქნება 0-ის ტოლი. და მეათე ამოცანა. თანაბრად დამუხტული სფეროს ზედაპირზე ელექტრული ველის დაძაბულობის მოდული 4800 ნიუტონი შეფარდებული კულონზეა. ზედაპირიდან 45 სანტიმეტრი დაშორებულ წერტილში კი -3000 ნიუტონი კულონზე. იპოვეთ არა მინუსი არ არის, ტირე არის 3000 ნიუტონი კულონზე. ესე იგი ჩვენ გვაქვს თანაბრად დამუხტული სფერო. ესე იგი ზედაპირზე E0 მოიცემა ფორმულით K Q შეფარდებული რადიუსის კვადრატზე. აქედან Q მუხტი არის E0 გამრავლებული R კვადრატი შეფარდებული K-ზე. ხოლო E პირველი არის ესე იგი K Q შეფარდებული R პირველის კვადრატზე. ხოლო აქ მოცემული გვაქვს R პირველი არის 45 სანტიმეტრი და გვეკითხებიან რადიუსს. R0 არის კითხვის ნიშანი. შევიტანოთ ეს E0 ამ ფორმულაში, Q უпростоრად, ესე იგი ამ ფორმულაში აქა და E პირველი გვექნება E0-ანი R აქ R0 არის. R0 კვადრატი შეფარდებული R1-ის კვადრატზე. ხო და აქედან R0 კვადრატი იქნება E1 შეფარდებული E0-ზე გამრავლებული R0 კვადრატზე. R1-ის კვადრატზე. R1-ის კვადრატზე და R0 იქნება R1 ფესვი E1 E0-ზე. აი ესეთი პასუხი იქნება.